საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ დაშავებული სამხედროები კანადაში დაგეგმილ ძლიერთა თამაშებში ასპარეზობისთვის ემზადებიან. სამხედროები წეროვანში მარომაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ. პარასპორტსმენების ნაწილი კი საერთაშორისო ასპარეზობისთვის ბაკურიანში ემზადება. წელს ძლიერთა თამაშებში საქართველოს 20 პარასპორტსმენით წარსდგება. ძლიერთა თამაშები კანადაში 6-დან 17 თებერვალის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 25 ქვეყნის 550 პარასპორტსმენი მიიღებს. აღნიშნული ტურნირი ტარდება დიდი ბრიტანეთის პრიზის ჰარის პატრონაჟით და მასში 25 ქვეყანაა ჩართული. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტურნირი გაიმართება როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სახეობებში და ჩვენმა სამხედროებმა ზამთრის სახეობა მომზადება გაიარეს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გაიარეს ბაკურიანში. ამ ტურნირის გარდა სპორტული დატვირთვის აქვს მნიშვნელოვანი მათი რეაბილიტაციისათვის, ვინაიდან ის ეხმარება მათ ჯანმრთელობის დონეზე გაუმჯობესებაში, ასევე ზრდის მათ შეფასებას და შემდგომში ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციაში. პირობები გვაქვს ისეთი, რაც გალადურთის თამაში ეხება, თანამედროვე წლები, დარბაზის შესანიშნავი. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თავდაცვის სამინისტროს, რომ შევიქმნა ეს პირობები მეზადებით გამარჯვებისთვის, რათა ჩვენი ქვეყნის დროშა ავწიოთ, რაც შეიძლება. ვართ მოტივირებული, შეშაბამისად აღჭურვები და ძალიან გვიხარია და იმედი გვაქვს, რომ დაბრუნდებით გამარჯვებული და ვასახელებთ ჩვენს ქვეყანას, დავაფრიალებთ ქართულ დროშას.